კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივი საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნა ვარ. სამთვიანი მუშაობის შემდეგ სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია დღეს შემაჯამებელს ხდომას გამართავს. კომისიის წევრები წარადგენენ დასკვნას, სადაც გაწერილი იქნება ის რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ ფასების დასარეგულირებლად შეიმუშავა. დასკვნა ეხება როგორც საკვებ პროდუქტებს, ისე მედიკამენტებსა და საწვავს. შემაჯამებელის ხდომის შემდეგ დოკუმენტსა და რეკომენდაციებს კომისია როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას წარუდგენს. საპარლამენტო კომისიამ 11 ხდომა გამართა, შეისწავლა 80-ზე მეტი კომპანია ჩაატარა საველე კვლევებიც. კვლევა დაფუძნებული არის ბაზრის სრულყოფის შესწავლაზე, ასევე ანალიტიკურ თეორიაზე, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, თუ როგორ მოხდა FMCG სექტორში საოპერაციო მოდელის გაჯანსაღება, ზედმეტი ხარჯების ოპტიმიზაცია, რაც საბოლოო ჯამში აისახა მოხმარებლისთვის საუკეთესო ფასის შეთავაზებაზე. კვლევის ფარგლებში ჩვენ ვაკავცემთ რეკომენდაციებს აღმასრულებელ ხელისუფლებისთვის და შემდეგ უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს პროცესი და იქ უკვე გაიწერება კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების კონკურენციის კიდევ უფრო გაჯანსაღება. აუცილებელი არის, რომ ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს ზოგადად ბაზარზე. ეს იქნება სურსათის ბაზარი, იქნება ეს მედიკამენტების და ასე შემდგომ. ამიტომ სახელმწიფოში უნდა იყოს უწყება, სახელმწიფო უწყება, ამ შემთხვევაში ეს იქნება ანტიმონოპოლიის სამსახური, ამას დაუმატებთ ფუნქციებს თუ სხვა შეიქმნება, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს სახელმწიფოში. შესაბამისად, ჯანსაღი კონკურენცია უკვე შემდგომ დაარეგულირებს ფასებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაილა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. მისი განცხადებით ორ ქვეყანას შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის ძალიან მყარი საფუძველი შექმნა. ვულოცავ მიხაილა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას. ჩვენს ერებს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ შექმნა ძალიან მყარი საფუძველი საქართველოსა და ბულგარეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისთვის. ოპოზიციის მორიგი შეტევა ეკლესიაზე საპატრიარქოს დისკრედიტაცია ამჯერად მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სცადა. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენიებს. სააკაშვილის პოსტი არ უკვირთ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ნაცმოძრაობის რეჟიმის მხრიდან წლების განმავლობაში ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიებს იხსენებენ. სულ რამდენიმე დღე თუ კვირაც კი არ დასჭირდა იმას, რომ ჩამოშლილი იყო მათი ახალი ნარატივი, რომ თავი მოიჩვენებინათ ხალხისთვის თითქოს ეკლესიურები და ქრისტიანული რწმენის მატარებლები არიან. ჩვენ ვიცით რა დამოკიდებულება აქვთ მათ ეკლესიის მიმართ. ჩვენ ვიცით როგორ ეზიზღებოდათ მათ პატრიარქი და როგორ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეკლესია დაშალონ შიგნიდან და დააზიანონ გარედან. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხან თავს. მინდა მოუწოდო ყველას, რომ არ ჩაერიოს საპატრიარქოს შიდა საქმეებში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას, ეს არ არის მისგან და ზოგადად რადიკალური ოპოზიციისგან პირველი განცხადება. ჩვენ ყველას გვახსოვს, მათ შორის როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, როგორ ესხმოდნენ თავს ილია მეორეს, როგორ ესხმოდნენ თავს ზოგადად საქართველოს საპატრიარქოს დამართმადებულ ეკლესიას. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თავდასხმის სამიზნეა უცხოეთიდანაც პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შექმნილ ქართულენოვან საინფორმაციო გადაცემაში გაჟღერებული უარგუმენტო ბრალდებები და დეზინფორმაცია წმინდა სინოდის წინააღმდეგ პოლიტიკური შეფასებების მთავარ თემად რჩება. რიტორიკამ, რომელიც გადაცემის პირველივე ეთერში გაჟღერდა, სახელისუფლებო გუნდისთვის პოლონეთის მთავრობის და არხის რეალური მიზნები გამოააშკარავა. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, არაფორმალური ძალები მცდარი აღქმების ჩამოყალიბებით სახელმწიფოებრიობის საყრდენის დაზიანებას ცდილობენ.
ამ ტელევიზიამ დაიწყო ეკლესიის გაშავება და სრულ თანხმედრაში არის იმ ანტიქართულ ნარატივთან, რომელიც აქ ადგილობრივ აგენტურას აქვს. ამიტომ თავად ამ ტელევიზიის არსებობა, ის თუ რატომ ფინანსდება პოლონიური მხარისგან, ვფიქრობ, რომ პასუხგაცემულია. თავარი არის, რომ უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც თავარია ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ დიდი ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ, რომ საქართველოს მართავდეს კონკრეტული აგენტურული ძალები, რომ ამ ძალების მხარდასაჭერად უცხოური გავლენებიც არანაკლებია და სწორედ ამ უცხოური გავლენის ერთ-ერთი მაგალითია, რომ პოლონეთის ბიუჯეტიდან გადასახადის გადამხდელების თანხებით ფინანსდება ქართულ ენაზე არხი. ეს არის სხვადასხვა საგარეო აქტორის ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ რაიმე ტიპის შეხედულებების შექმნან საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც პოლონეთის შიგნით, ისე საქართველოში. ასე რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით მე მგონი კითხვის ნიშნები არ არსებობს. რაც შეეხება პროდიუსინგს, იმ ჯგუფს, რომელიც ამ მართლობაში ამ ეგრეთ წოდებული გადაცემის მოდელირებული ქრონიკების ავტორები გვესაუბრებიან სხვადასხვა გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ. ყოველთვის ზიზღით იყვნენ განწყობილები Deep State-ის, იგივე გლობალური ნომის პარტიის წარმომადგენლები ქართული ეკლესიის მიმართ. როცა ისინი ხედავდნენ, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იყო მორწმუნე საზოგადოება, იყო ტრადიციებზე აღზრდილი საზოგადოება და გამომდინარე აქედან ებრძოდნენ საქართველოში, უცხოეთში და ეს ფაქტიც ემსახურება ზუსტად იმას, რომ შეარყიონ ის, რაზეც დგას ერთობა ქვეყნის საქართველოს. საქართველოს მზად არის ევროპასთან ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის, თუმცა მხოლოდ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა იმედი ლაივის ეთერში განაცხადა. კახა კალაძის თქმით, თუ აქამდე ევრობიუროკრატები შეფარულად ენჯეოების საშუალებით მოქმედებდნენ, ახლა აბსოლუტურად ღიად უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს. მისივე განცხადებით, ნებისმიერი მუქარის შემცველი განცხადება და მოწოდება კატეგორიულად მიუღებელია. ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო აშკარა გახდა ეს შემოტევები ადრე წლების წინ თუ ამას მალულად, პარულად არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით, მათი ჩართულობით, შემოსული თანხებით, პოლიტიკაში ამ ფულის დახარჯვით აკეთებდნენ დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია ის ტონი, მუქარი შემცველი განცხადებები, მოწოდებები, რატო უნდა მიუერთდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებს, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპელი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის. კანონ პროექტებზეც გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატომ არის პრობლემა გამჭვირვალობა. გვითხრან, აგვიხსნან, დაგველაპარაკონ. მაგრამ ჩვენ მე როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე და აბსოლუტურად ღია ვართ, აბსოლუტურად გახსნილები ვართ, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დროს მაქსიმალურად დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა, ქართული ხალხის ინტერესი. მოსახლეობის ნაცვლად მხოლოდ დახურული შეხვედრები პარტაქტივთან დაშლის პირას მყოფი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ლიდერები მხოლოდ მცირე რიცხოვან მხარდამჭერებთან საუბრობენ მედიასა და რიგით მოქალაქეებს კი აუდიენციებზე არ უშვებენ. პარალელურად გრძელდება დაპირისპირება ყოფილ და მოქმედ ნაციონალებში. გასვლით შეხვედრებში პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრები საერთოდ არ მონაწილეობენ. ქართულ ოცნებაში ოპოზიციას მორიგ კრახს და 2028 წელს გარდაუვალ მარცხს უწინასწარ მეტყოლებენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ რადიკალები, რომლებიც ქართულ ხალხთან საუბარს ვერ ახერხებენ და თავს მხოლოდ უცხოელებთან შეხვედრებით იწონებენ, ქვეყნის სათავეში ვერ მოვლენ.
ეს არის პარტია და რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომელთაც არ შეუძლიათ ხალხთან და ქართულ ხალხთან საუბარი. მათი ძირითადი სამიზნე უნდა იყოს ამორჩეველი, ამის ნაცვლად ისინი ერთმანეთთანაც კი ვერ ახერხებენ საუბარს და მხოლოდ უცხოელებთან შეხვედრით იწონებენ თავს. ჩვენ ვნახეთ, რომ დაანონსებული შეხვედრები რეგიონებში დასრულდა იმით, რომ ეს იყო დახურული შეხვედრები, სადაც არ უშვებდნენ ერთმანეთის მომხრეებსაც. ამ გაერთიანებას არ აქვს არც იდეოლოგიური, არც ღირებულებითი ერთობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, განწირულია კრახისთვის, ისინი არ არიან ორიენტირებული საზოგადოების ინტერესებზე. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ნაციონალური მოძრაობა აშკარად აუთსაიდერია ამ ალიანსში, რომ დაეკითხოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თითქოს ისინი გასულები არიან რეგიონებში და კარდაკარ ხვდებიან ამ მომრჩეველს, სინამდვილეში ისინი სასტუმროს ფოიეში ხვდებიან საკუთარ რეგიონულ აქტივს. სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ოზურგეთის სპორტულ კლუბს ვანელებს ყველა საჭირო სპორტული ინვენტარი გადაეცა. ეკიპირებას სპორტსმენებს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა მმართველთა საბჭოს წევრებმა დავით ბოდველმა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ გადასცეს. საკითხის მოგვარებმა კლუბმა ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერების გულის ახალგაზრდებთან შეხვედრაზე რამდენიმე კვირის წინ ითხოვეს. აღსანიშნავია ის, რომ ამ კუთხეს, ამ სპორტული ტრადიციების დიდ კუთხეს ძალიან დიდი ტრადიციები გააჩნია სპორტული შედეგების თვალსაზრისით და მოხარული ვართ, რომ ეს ტრადიციები გრძელდება. ამ სკოლის აღსაძნელები არიან ოლიმპიური ჩემპიონები, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები და ვფიქრობ, რომ აი ამ მრავალრიცხოვანი ბავშვების შემადგენლობაში მამდილი მომავალი ჩემპიონები გაიზრდებიან. მიხარია, რომ დღეს ესეთი მაგარი შეხვედრა შედგა. ჩამოვიტანეთ სპორტული ინვენტარი გურულ ახალგაზრდებს, მოჭიდავებს ჩამოვიტანეთ ინვენტარი და ქალაქის მერი შეგვკვირდა, რომ ესეთი მაგარი ინიციატივა გააჩერა, რომ ძალიან მალე ექნება სრულად გარემონტებული სპორტული კომპლექსი და მინდა წინასწარ უთხრა მადლობა და ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე განხორციელდება და ძალიან მალე ჩამოვალთ ახალი დარბაზის გახსნაზე. ახალგაზრდული სპარგლებში ვიცით, რომ რეგიონის მასშტაბით, თლიან საქართველოს მასშტაბით გვაქვს შეხვედრები. ადგილობრივად გურიის შეხვედრასთან დაკავშირებით იყო დასმული საკითხი, რომ ესაჭიროებოდა სავარჯიშო ინვენტარი და ჩვენ შევძელით, რომ რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლებასთან ერთად, სპორტის სამინისტროსთან ერთად, რომ გასაჭიროებების ჰქონდა ჩამოგვეტანა ბავშვებში ადგილობრივად. დაგვხვდა მერი და ვიცით, რომ დარბაზს ესაჭიროება რეაბილიტაცია და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამ დარბაზის რეაბილიტაცია და მე დარწმუნებული ვარ, სულ მალე შევხვდებით ახალ გარემონტებულ დარბაზში ბავშვებთან ერთად. ვერჩი დგომა აუცილებელია, მით უმეტეს ჩვენ ყავს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები, რომლებიც ყველა წელიწადს ახალგაზრდებში, დიდებშიც, ჭაბუკებშიც აღწევენ სერიოზულ წარმატებებს. გაგვიხარდა ძალიან ბიჭებსაც, ახალი ინვენტარი საჭირო იყო ნამდვილად. რაც შეეხება ღმერთის წყალობით და უფლისნებით, მინდა რომ გამოვხდე ოლიმპიური ჩემპიონი და ყველაფერს თავისი დრო უნდა და მეტი ვარჯიში. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. გიბი მიქანაძე მათ განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის თქმით, რეფორმის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა აზრისა და პოზიციების გათვალისწინება, რათა განათლების სისტემა მაქსიმალურად იყოს მორგებული თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე. მშობლებს დეტალურად განუმარტეთ იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც უკვე გადაიდგა რეფორმის ფარგლებში, რა იგეგმება, თითოეული გადაწყვეტილების უკან რა დგას, რა мотиваცია და რა არგუმენტაცია დგას და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რაოდენ დიდია საზოგადოების მხარდაჭერა და როგორ იმედიანად უყურებენ ამ რეფორმებს და აფასებენ როგორც ფუნდამენტურს, როგორც აუცილებელს და როგორც საჭიროს ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყნის მდგრადობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. მე როგორც მშობელს მიხარია, რომ მინისტრი ასე ხშირად ხვდება მშობლებს. განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩემ შვილსაც მოსწონს, რომ უნდა
მივიდეს სექტემბერში ფორმით და ელოდება ამ სიახლეს თავის სასკოლო ცხოვრებაში. მისასალმებელია ის, რომ ზრუნავს ხარისხზე, რაც აუცილებელია ჩემთვის როგორც მშობლისთვის და ჩემი შვილის სწავლა-განათლებისთვის. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოქში მეათე ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით გზის 580 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დღეს ჩვენ ვიმყოფებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოქში. გამომდინარე იქიდან, რომ დინამიურად მზარდია ეკონომიკის დარგები ამ მუნიციპალიტეტში, როგორიცაა ტურიზმი, აგრომიმართულება, მუნიციპალიტეტი აქტიურად აწესრიგებს საბაზისო ინფრასტრუქტურას, რაც თავისთავად პირველ რიგში მოემსახურება ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მოეწყობა 580 გრძივი მეტრის გზის რეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 250.000 ლარამდე. გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ბევრი პროექტია დაგეგმილი, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერმა პირველ მოადგილესთან და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. სოფელ ზერტში გზის 800 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სანიაღვრეს სისტემის მოწყობა, ასევე გათვალისწინებულია როგორც გზის საფარის დაგება, ისე ეზოებში შესასვლელების მოწესრიგება. მერმა ასევე დაათვალიერა სოფელ თორტიზაში მოწყობილი სკვერი, სადაც უკვე განთავსებულია ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო სივრცე. მერი სოფელ რეხაშიც იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დღეს ვიმყოფებით სოფელ თორტიზაში, სადაც მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ სამუშაოებზე გათვალისწინებულია დაახლოებით 800 მეტრიანი გზის მოწყობა. ეწყობა საგზაო სამოსი ორფენოვანი, მოეწყო ენაბეტონის ლატოკები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები და მიერთებები. ძალიან ცუდი გზა ჰქონდა, მით უმეტეს წვიმის პერიოდში. თუ წვიმა იყო, გაუსაძლისი იყო აქ სიარულიც, მარტო ტრანსპორტით არაფეხითაც. მით უმეტეს ახლა ბავშვებისთვის დილით სკოლაში არიან გასასვლელები, საბავშვო ბაღი. რა ვიცი, გაგვიხარდა, მოხარულები ვართ. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხეტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში დაფიქსირდა. ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის უკანონოდ მოპოვებული 62 მორი. შედგა სათანადო დოკუმენტაცია და მასალები შესაბამის უწყებაში გადაიქცევა. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლები კაც კოტროს ვახორციელებთ, რათა მოხდეს უკანონო ტყის სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა, რეაგირება. ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩვენ სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლენილია 90-ზე მეტი ფაქტი. ყოველ სამართალდარღვევას მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. კახეთის რეგიონში 600 ჰექტარ ფართობზე ჭალის ტყის აღდგენა მიმდინარეობს. პროექტის ატყეო სექტორის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს გააცნეს. შეხვედრაზე ტყის აღდგენის პრაქტიკასა და მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს. შეხვედრა ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა და მასში აჭალის სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ჭალის ტყის აღდგენა. პროექტი ხორციელდება 600 ჰექტარზე. GCF-ის პროექტში ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს 3 მიზნე მუნიციპალიტეტები. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მთლიანობაში 20,000 ჰექტარზე უნდა აღვადგინოთ ტყე. პრიორიტეტია სატყეო სააგენტოსთვის დეგრადირებული ტყეების აღდგენა და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. ასეთი იყო ახალი ამბები. პოზიტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.